ვიდრე საქართველოს ამერიკის ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს. უკვირს ის დუმილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან თვეებია გრძელდება. საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადების და პირადად გაგზავნილი წერილის შემდეგ თბილისიდან ვაშინგტონში ახლა უკვე ღია წერილი გაიგზავნა და გაუგებარი დუმილით გამოწვეული კითხვები დაისვა. საქართველოს მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება. რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო, რეალურ დახმარებაში ასევე არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, Soros's ფონდის და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და LGBT პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა. საქართველოსთვის ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დუმილი კიდევ უფრო აუხსნელი ხდება იმ ფონზე, როცა სახეზეა ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ღირებულებითი თანხმედრა. საქართველოსთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ არ დაინტერესდა ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში ლიდერ ქვეყანასთან ურთიერთობების გადატვირთვით. საერთაშორისო რეიტინგების თანახმად საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით Deep State-ის, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხმედრის ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. მთავრობის მეთაური შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ შეცდომებსაც ახსენებს. საუბრობს უკვე დაწესებულ უსამართლო სანქციებზე და ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტზე. მეტიც, კვლავაც ზალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. სიტყვა მეგობარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა მტერიკი მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამგვარად მეგობარ აქტზე საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას მეგობარ აქტზე არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. დასასრულს პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ტრამპის მიერ Deep State-ის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა რეალურია. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State-ს რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.
გვაქვს იმედი, რომ Deep State-თან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის Deep State-ის დამარცხებით დასრულდება. საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენ მოველით გარკვეულ გზავნილებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც ჩვენ საუბრობთ ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვაზე და სამართლიან დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს წლების განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება ტრამპის მიერ Deep State-ის დამარცხების და ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია. ვაშინგტონში გაგზავნილ ღია წერილს დღეს საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდის დეპუტატები საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით შეუერთდნენ. ოპოზიცია კი სერიოზულად არც ამ წერილს განიხილავს. არაფერში არ არის თანხმედრა, ეს არის მოჩვენებითი თანხმედრა. ბუნებრივია, რომ ესენი კვლავ ეცდებიან რაღაცა მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ სულ ცოტა დროღა დარჩა, როდესაც სულ მალე ისინი გამოაცხადებენ, რომ აი პრეზიდენტი ტრამპიც თურმე დამარცხდა Deep State-თან. ყველაზე ცუდი ამ წერილში და ზოგადად ოცნების ქცევაში და ქმედებებში არის ის, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს სახელით წერენ ასეთ უსუსურ წერილებს და გზავნილებს. ეს არის უსუსურობის სასოწარკვეთილი გამოვლინება. ბევრი თანხმედრის მიუხედავად დასანანია, რომ აქამდე ჯერ ჩვენ არ გვესმის მკაფი ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და ჩვენ გვაქვს იმისი სურვილი და იმედი, რომ ძალიან მალე უახლოეს მომავალში განისაზღვრება და გამოიკვეთება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ეტაპამდე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან გაფუჭებული და დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები სამწუხაროდ ამ რეალობაშიც არ არის გამოსწორებული. ამიტომ ღია წერილი, რა თქმა უნდა, ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ და ხმამაღლა იმის განცხადებას, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული პარტნიორი, თუმცა რა თქმა უნდა მოველით სამართლიან დამოკიდებულებას. ის თემები, რაზეც ბატონი დონალდ ტრამპი დღეს ესე ღიად საუბრობს, ქართულ ოცნებას ამ თემებზე ღიად საუბარი დაწყებული აქვს უკვე დაახლოებით 3 წელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ უნდა გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები. ველოდებით გამოხმაურებას. დღის ბოლოს განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც და ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხები მოითხოვა. რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის ათოსი განწყობა, დამოკიდებულება, მესიჯები განსაკუთრებით გახმოვანებული მათ მიერ და გაცილებით ადრე ჩვენს მიერ ერთ-ერთში ემთხოვა ერთმანეთს და ამის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოს. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყანამ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვს დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები. დაარღვევს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია დუმილს, საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას და სურვილს კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აფიქსირებს.